ეროვნული სატყეო პროგრამის სამუშაო ჯგუფების სამომავლო გეგმები და 2013 წლის საქმიანობის ანგარიში. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საგანგებოდ გამართულ პლენარულ სხდომაზე იმსჯელეს. სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გარემოს დაცვის მინისტრსა და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად სექტორული პოლიტიკის გაძლიერება და საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმა განიხილა. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, სამუშაო ჯგუფების მთავარი მიზანი ტყის დაცვა აღდგენა, მათი ეკონომიკური შეფასება და ადამიანური რესურსების განვითარებაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია არსებობდეს გრძელვადიანი სტრატეგია და ხედვა. საით მიდის ეს სექტორი და როგორი რეფორმა უნდა გატარდეს იმისთვის, რომ ტყეების მართვა იყოს ისეთი, როგორც ხდება ეს ევროპულ ქვეყნებში და რომელიც უზრუნველყოფს ტყეების გამოყენებას და თან მათ დაცვას. შესაბამისად, ამისკენ მიდის ეს პროცესი, რაზეც ვიმყოფებით. არის შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს სატყეო პოლიტიკის პროფესორად სატყეო პროგრამაზე. ისიც იცით, რომ შემუშავებული იქნა სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც სავარაუდოდ დღეს გავა პარლამენტში დასამტკიცებლად სესიაზე და სწორედ ამ დოკუმენტს დაეფუძნება ეს დოკუმენტიც, რაზეც ახლა ვსაუბრობ და ყველა ეს რეფორმა, რომელიც გატარდება საკანონმდებლო თუ ინსტიტუციურ სივრცეში. ეს არის სატყეო პროგრამის შემუშავება. ჩვენ გავაკეთეთ ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც დღევანდელ დღეს იქნება პარლამენტში განხილული, მაგრამ ამ სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის შემდეგ საჭიროა ეროვნული სატყეო განვითარების პროგრამის შემუშავება. აი ამ პროგრამის შემუშავებაში ძალიან გვეხმარებიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები, კონკრეტულად ავსტრიის განვითარების ფონდი და გერმანიის განვითარების ფონდი და მათი ერთობლივი ძალისხმევით შედგა სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ.